მოგესალმებით. ხუთშაბათს ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. ანალიზის დღე გვაქვს მიმდინარე პროცესების, აქ რამდენიმე მიმართულებით ვისაუბრებ საშინაო პროცესებზე, საგარეო პროცესებზე, კიდევ გეუბნებით წინა ხუთშაბათთან შედარებით საერთოდ აყირევებულია სიტუაცია ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, თუ ქვეყნის შიგნით ფაქტიურად არაფერი არ არის მოსალოდნელი, პრაქტიკულად გამორიცხულია და ეს არის იმ პოლიტიკური ლიდერების გამოისობით, რომლებიც რაღაც იდეებს აყოლილები ხალხს იტყუებენ და ფაქტიურად აძლიერებენ დღევანდელ ხელისუფლებას, მაშინ როდესაც ის გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იყო ამ საარჩევნო კამპანიის წინ, ვიდრე ის იქნება 4 სექტემბრის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ რეალური რაიმე პოლიტიკური ბერკეტი ხელისუფლებას დაპირისპირებულ ჭღალებში ოპოზიციას არ გააჩნია. ისინი პიროვნულად ძალზე დაბალი ავტორიტეტისანი არიან და ამასთან ერთად შეუძლებელია ოპოზიციის ასეთმა სპექტრმა თუ გნებავთ ისეთი სუსტი ხელისუფლება კი როგორიც დღეს ოცნება არის პრობლემა შეუქმნას. მაგრამ ილუზიები დიდია ხასოსამ. მოდით მე გავარჩი ეს სცენარი, მაგრამ ახლა ცოტა სხვანაირად გავარჩევ. იმედი აქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა კონსტიტუციის ფარგლებში ყველაფერი თუ ჩაჯდება, ბევრი ხალხი შემდეგ წავა სახლში. ელემენტარულია, ხო? ამიტომ არანაირი საფრთხე ბევრი ხალხის მოსვლით ხელისუფლებას არ შეექმნება. მოიმაგრა წელი, ეს არჩევნებს ატარებს არალეგიტიმური ხელისუფლება და გამოჩნდა ხალხი, რომელიც ეხმარდება მას ლეგიტიმაციის აკრებაში. პოლიტიკის თვალსაზრისით ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შეცდომები. ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება პოლიტიკაში მყოფმა ადამიანმა დაუშვას. პოლიტიკური შეცდომა. არ სწორდება პოლიტიკაში პოლიტიკური შეცდომები. დაუშვათ ბევრი ხალხია და მოინდომეს ძალის მიერ მოქმედებებზე გადასვლა. აი აქ კი ისინი განწირული არიან, იმიტომ რომ საკმარისია ეს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მოხდეს და დღეს მიუხედავად იმისა ხელისუფლებას მე ვაკრიტიკებ თუ არ ვაკრიტიკებ, მას ყველა ბერკეტი გააჩნია იმისათვის, რომ ძალადობრივი დამხობა არ დაუშვას. კიდე გეუბნებით, მე ვსაუბრობ კაცი, რომელიც საშინლად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ მე მინდა ჩემს მსმენელებს, საქართველებს უბრალოდ ის რეალობა აუხსნათ, რომელი რეალობის წინაშე ჩვენ დგავართ და რაიმე ილუზიის შექმნა, თორე 4 მალე მოვა 5-ში უკვე სიტუაცია გარკვეული იქნება და შემიძლია გითხრათ, აი უშანსო სიტუაცია, მაშინ როდესაც ბოიკოტირების გზით და მარტო დატოვების გზით თუ გნებავთ იმ პარლამენტში, თუ გინდათ იმ ხელისუფლებაში და ნელ-ნელა ესე იგი საყრდენების გამოცლის გზით ავტომატურად ცუდი სიტუაცია ექნებოდა ხელისუფლებას, მაგრამ მას ყავს შესანიშნავი ოპოზიცია, კიდე გეუბნებით, შესანიშნავად დაგეგმეს, რომ ეს სპარინგ პარტნიორებად უნდა ყავდეთ. სპარინგ პარტნიორი იცით თქვენ ბოქსში, როდესაც კაცი ემზადება რაღაცისთვის, მას ვარჯიშისთვის ჭირდება, მკვდარი მსხალს რო ურტყა ყოველ წუთში, დიდი სიამოვნება არ არის, შენ ჭირდება სპარინგ პარტნიორი, რომელზეც გაივარჯიშებ, აი ეგრევე ვარჯიშები ხდება, ეხლა ხასუსავ. კიდე გეუბნებით, შანსი არ არსებობს, მაგრამ ათასობით ადამიანი მოტყუებული იქნება. მე ნამდვილად არ მაწუხებს უფროსი და საშუალო თაობის ის ადამიანები, რომლებიც თავისი გონება გამორიცხილობის გამო ევროპაში მიდიან და შინ
ღირსეულად უნდა წასვლა, ნატოში წევრიანდებიან, განსაკუთრებით სექსუალურ აღზნებამდე მიდიან, როდესაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ამბობენ, დაიმახსოვრეს ეს ტერმინი. მე მაწუხებს ახალგაზრდები, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ მოტყუებულია, ეს არის გულანთებული ახალგაზრდები, რომლებიც ისეთ გარემოში არიან მოხვედრილი, აი იმ უნივერსიტეტებში, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკას ატარებენ, სადაც მათ უბრალოდ twins ურეცხავენ უმოწყალოდ და ყალბ პოზიციებზე აყენებენ. მე ახალგაზრდები მაწუხებს, თუ მე ძალიან ვაქტიურობ, მე მინდა რომ ამ ახალგაზრდებამდე მივიტანო ხმა და ნელ-ნელა მიმაქვს ეს ხმა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა უყურებს, ვიღაც კიდე არ მეთანხმება, მაგრამ მთავარია ისმინონ და ეს არის ნაწილი, როგორც კი საქართველოში სიტუაცია გასწორდება, დაუბრუნდება საყ, არანაკლები ქართველები იქნებიან სხვაზე და რჩება პატარა მარგინალური ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებსაც არაფერი არ შეეცვლებათ, ისინი ამ ფულის და ამ ყალბი ორგანიზატორობის გამო გასამჯელოს იღებენ და ყველაფერზე წამსვლელი ახალგაზრდები არიან. პატარა მარგინალური ჯგუფები იქნება, დიდი არაფერი არ არის. ამიტომ მე არ მინდა დავიხარჯო ზედმეტად ამაზე, ილუზიებია. მე ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ჩემ გვერდზე აი 27-ში მანდრო იკრიბებითო, ჩვენო პატრიოტებიო, აი ამ დროს ვიკრიბებითო და მობრძანდით იქო და ესე იგი საცოდავი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გონია, რომ 4 ოქტომბერს იქ პატრიოტები იკრიბებიან და რა უნდა ამ პატრიოტებს? გახმაურებული თუ აქვთ ნამდვილი ლოზუნგები, უნდათ ევროპაში წასვლა რა, გასაგებია. კარგი თუ არის, ყველას უნდა გვინდოდეს იქ წასვლა. და ეხლა ზუსტად ამ საკითხს მივაბავ მე ევროპის დღევანდელ მდგომარეობას. კოპენჰაგენში თქვენ იცით, სამიტი იყო, ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელი იყო. რაზე საუბრობენ? ომისთვის მზადებაზე, დრონების დასაცავი, კედლის აშენებაზე აღმოსავლეთ საზღვართან ევროკავშირისა, ანუ რუსეთის გასწვრივ, ეს საკმაოდ ათასობით კილომეტრია, ფინეთიდან დაწყებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეშფოთებული არიან ბჭყალებში, რომ რუსულმა დრონებმა და თვითმფრინავებმა დაარღვიეს ნატოს წევრი ქვეყნებისა, რეალური დამამტკიცებელი საბუთები ამისა არ აქვთ. იმიტომ კი არა, რომ რუსები კარგები არიან ან ცუდები არიან, არა, მე ამ თემებს იცით თქვენ არ ვხევთ. რეალურად მე ვეცადე გარკვეულიყავი დრონების გადამისამართება, დრონების ისი აშვება და ნატოს წევრი ქვეყნის თავზე არ წარმოადგენს დიდ პრობლემას დღეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ნატო აბსოლუტურად დაუცველი აღმოჩნდა, მას არაფერი არ გააჩნია დღევანდელი შეცვლილი საომარი საშუალებებისა და საომარი ტაქტიკის წინააღმდეგ. მე შემთხვევით არ ვამბობ 2007 წლიდან, რომ ნატო არის წარსულში ჩარჩენილი ერთ-ერთი უსაშინელესი ორგანიზაცია დღევანდელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი მშვიდობისა. დღეს ყველაფერი ამაზე მეტყველებს. მე დასავლეთ ევროპულ და ამერიკულ სტატიებს ხშირად ვდებ და თქვენ იცით იქ რა დონის კრიტიკაზეა საუბარი ევროკავშირისი და ნატოსი. მაგრამ ევროკავშირს და ნატოს სხვა გზა არ აქვს. მათ კარგად იციან. მათ საშინელ კოშმარად ელანდებათ რუსების გამარჯვება უკრაინაში. არა და ვერაფერს ვერ აკეთებენ, ამიტომ ფიქრობ, რომ ისინი წავლენ ამ ომზე, იმიტომ რომ წარმატება უკრაინაში ასრულებს ნატოსაც და ევროკავშირსაც. იმისათვის, რომ ჩვენ ევროკავშირზე და ნატოზე როგორც რაიმე მთავარ მამოძრავებელ ამ დაპირისპირებაში არ ვისაუბროთ,
მე გეტყვით, რომ ისინი არაფერს არ წარმოადგენს, მთავარი მმართველი არის შეერთებული შტატები. შეერთებული შტატებია დღეს მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანა, ხასოსომ, ჯერჯერობით ასია, მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, თუმცა გარკვეულ სფეროებში იმ თავისი ავადსახსენებელი კლინტონებისა და ბუშების და ამ ბაიდენების შემყურე საკმაოდ სერიოზულად დაზიანებული ქვეყანა არის, მაგრამ მისი გეოპოლიტიკური ინტერესები არ იცვლება. იგი რუსეთის წინააღმდეგ თვითონ არა, მაგრამ ყველანაირად გამოიყენებს ნატოსა და ევროკავშირს და არ არსებობს იარაღი, რომელსაც ისინი არ მიაწოდებენ ევროპული ფულით უკრაინელებს. ეხლა საუბარია ტომაგავკებზე, ეს არის რაკეტები, ძალიან სოლიდური რაკეტებია. შეიძლება არა საუკეთესო დღევანდელ სიტუაციაში, მაგრამ ძალიან 2500 კილომეტრამდე აქვს მოქმედების რადიუსი. მაგრამ საუბარია, რომ ალბათ 800 კილომეტრიან წვდომადობის რაკეტებს თუ მიაწოდიან. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკაშიც კი ძალიან სერიოზული სამხედრო სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, რომ ამერიკა ამას არ გააკეთებს. იმიტომ რომ რატომ? ტომაგავკის გაშვება არ შეუძლია უკრაინას. ტომაგავკის სისტემა თუ გადმოეცემა, მას უნდა გადმოყვეს ამერიკელი სპეციალისტები. დღეს ღიად განაცხადეს შეერთებულ შტატებში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სადაზვერვო მონაცემებს გადასცემს უკრაინას იმ რუსეთის შიგნით მნიშვნელოვან ობიექტებზე, რომელზეც დარტყმა უკრაინას შეეძლება. ღია ტექსტია. არის თუ არა ეს ჩაბმა? ცხადია, ეს დიდი ხანი მომხდარი ფაქტია, მაგრამ ეს არის, მოდით ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ეს არის ირიბად ჩაბმა ამ დაპირისპირებაში. საფრანგეთის პრეზიდენტი უკვე საავადმყოფოებს გასცა დავალებები, რომ ათასობით დაჭრილი მიღების უნდა იყვნენ მზად, იმიტომ რომ როგორც მაკრონმა თქვა, მოდი გავიხსენებ ზუსტად სიტყვებს, ჩვენ ყოველწუთს მზად ვართ ჩავებათ ომში ნატოს წევრი ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. მოკლედ, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ატომური იარაღი, მართალია დიდი არ არის ეს ბომბების რაოდენობა, მაგრამ ატომური ბომბია. ბრიტანელებს არ გააჩნიათ საკუთარი, რასაც ქვია, რომლის მართვა თავად შეუძლიათ. ყველა პლატფორმა, რომელიც ბრიტანულია, არის ამერიკული ბირთვული იარაღი და ყველა კოდი ამერიკელების ხელშია. თუ ამერიკელებმა დავალება არ მისცეს ბრიტანელებს, ისინი ვერაფერს ვერ გაუშვებენ. რჩება ერთი საფრანგეთი, მაგრამ რამდენად საფრანგეთი გაწირავს თავის ქვეყანას, რომ გამოიყენოს ატომური ბომბი, ესეც კიდე ძალიან საკითხავია, მაგრამ ღია ტექსტით მიდის ომისკენ მოწოდება. საქართველოს რა სჭირდება? საქართველოს სჭირდება ნატოს და ევროკავშირის ერთადერთი გამოკვეთილი მიზნით. ამიტომ იქნება 4-ში ზეწოლა, მაგრამ კიდე გეუბნებით, უბედურება იქნება ოპოზიციისთვის, თუ იარაღს მოკიდებს ხელს ან და რაიმე ძალისმიერ განახორციელებს, გამორიცხულია, რომ ამან შედეგი მოიტანოს პირიქით. სერიოზულ ბერკეტებს მისცემს ხელისუფლებას. თავისთავად დღეს იმ პროვოკაციაზე წასვლა, რომ შენ გინდა რუსეთის წინააღმდეგ ომში მიიღო, კარგია რუსი, ცუდია რუსი, რაში მაინტერესებს, არ მაინტერესებს. შენ გინდა იყო იმ მხარეს, რომელიც ღიად ემზადება ომისთვის. არ მინდა იმის განმეორება, რა შეიძლება მოყვეს ამას საქართველოსთვის. უსაშველოდ საშიში სიტუაცია. ამიტომ მოდი ვიფიქროთ ასე. დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკური ძალების ორიენტაცია საომარი ერთ-ერთი
ხარისკენ არის არა მარტო პოლიტიკური შეცდომა, არამედ სახელმწიფოს გაწირვა. გვინდა ევროპასთან კაი კავშირი, არაერთხელ მithქვამს მე ჩვენი დამოუკიდებელი მოძლიერებული ქართული სახელმწიფო ვიმეგობროთ ევროკავშირთან, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, რა არ დაალაგდება, შესანიშნავად დაალაგდება. დავალაგოთ მეზობლებთან ურთიერთობა, რა ვინმესთან კარგი ურთიერთობა გვაქვს? არავისთან კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვენს მეზობელ არც ერთ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა არ გვაქვს. ერთია ვიძახით ამ ტვინგაწყალებული ხალხის შემყურე, რომ თურქეთი ისტორიული მეგობარი იყო, ახლა ნატოს წევრია და ის კი არ არის რაც იყო. ახლა 64-ია ქართველებისთვის, არა ხო? ამ იდიოტიზმამდე დასული აზროვნების შედეგია ის, რაც სჭირს ამ ქვეყანას. საუბარი იმაზე, რომ დღევანდელი ევროპული მისწრაფებების არ გათვალისწინება, გვინდა ორი კარგი ურთიერთობა დაიცადე ამ გაურკვევლობაში. დაყოვნდი, შენ ქვეყანას მიხედე, ოპოზიციასაც იგივეს ვეუბნები, ხელისუფლება ასე თუ ისე იძულებულია რაღაცას კი აკეთებს, მაგრამ რას აკეთებს თუ აგვიხსნის თვითონ რას აკეთებს, deep state თუ ებრძვის, ახლა მე შემიძლია ძალიან მაგრად ვიხარხარო ამის თაობაზე. ამიტომ დაყოვნდი, გაირკვეს სიტუაცია, არ დამთავრდება ეს. როცა 2022 წლის 24 თებერვალს, როცა დაიწყო უკრაინაში ოპერაცია, ღია ტექსტით დავწერე, როგორი იქნება. იმიტომ კი არ დავწერე, რომ კასანდრა ვარ და მიხვედრა და პროგნოზები შემიძლია. მე პროგნოზისტი არა ვარ, მე კასანდრა არა ვარ, მე უბრალოდ საათებს ვხარჯავ ყოველდღიურად, რომ გავერკვე სიტუაციაში. შესანიშნავად ვიცოდი, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი. მიზანი რა იყო და მაშინაც თქვი, უკრაინათი ეს არ დამთავრდება, ეს აუცილებლად გადავა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებზე. აუ, გიორხელიძე ნატოს ემუქრება, ნატოს ემუქრები კი არა, ღია ტექსტით გეუბნები ტვინგაწყალებულ ხალხს. ესეთი უვარგისი ორგანიზაცია დღეს მსოფლიოში არ არსებობს. აგრესიული, თან უვარგისი, თან არაფრის შემძლე. ნატოს რომ შეძლებოდა რაიმე დაეკლო რუსეთისთვის, იმიტომ წამოიწყეს უკრაინის საქმე, რომ იქ კისერი მოტყდებოდა რუსებს და მერე ნატო უკვე გაასწორებდა ყველაფერს. არ გამოვიდა ასე, ხო? მე ძალიან კარგად ვიცოდი, რა რეაქცია მოყვებოდა მაშინ, რამის ფეიკები აკეთეს და რას არ მიწოდებ. მე ძალიან კარგად ვიცი, რის წინააღმდეგ ვარ შემოსული საჯარო სფეროში, რას ვაკეთებ და ამის უკან არის ერთადერთი ჩვენი ქვეყანა. სხვა ყველაფერი მოცემულობა. მე ამერიკაში, ევროპაში და რუსეთში ვერაფერს ვერ შევცვლი. ჩემი ვალდებულება არის ზუსტად გავერკვე იმ სიტუაციებში, რაც ხდება და თქვენ გითხრათ. რა კი ოპოზიცია აბსოლუტურად კიდე გეუბნებით, პოლიტიკური შეხედულებების თვალსაზრისით, რომ შევაფასოთ დღევანდელი ოპოზიცია, ეს არის ინტელექტუალურად მკვდარი, პროფესიულად მკვდარი, პოზიციონირების თვალსაზრისით მკვდარი, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით მკვდარი და ღირსების თვალსაზრისით მკვდარი. როგორ შეუძლია ასეთ ძალას ისეთი სუსტი ხელისუფლებაც კი, როგორც დღეს ოცნებაა, ჩამოაგდოს იქედან, ვერ ჩამოაგდებს, კიდე გეუბნებით, თორე ორი დღე დარჩა, ორი დღე არ დარჩა, ხო, ერთი დღე და 24 ბოდიში 4 ოქტომბერი დაიწყება და მაშინ დილიდან უნდა დაიწყოს ის რაღაცები, ხო? მოლოდინებია, ხასოსვამ გულის ტკივილით ვლაპარაკობ, მხოლოდ ახალგაზრდების გამო რომ ტკივა გული და არა იმის გამო, რომ იქ ვიღაც სიყეყეჩემდე მისული უფროსი თაობის ადამიანები რაღაც სისულელეებს გაიძახიან. მე ზუსტად ახალგაზრდებისთვის მინდა რომ მათ საღად შეხედონ სიტუაციას და ამ სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში, სადაც
შეუძლებელია რაიმეს პროგნოზირებაც კი ხას უსვა, მაგრამ ყველაფერი არის გარკვეული. დაძაბულობის ესკალაცია მხოლოდ ახლა დაიწყება და ღია ტექსტით არის გაცხადებული, რომ დათმობები არ იქნება. შეერთებული შტატები ყველა ძალღონეს გამოიყენებს, შეერთებული შტატები ორ ფრონტზე იბრძვის. თუ თქვენ კარგად დაკვირდებით ამერიკის შიგნით მდგომარეობას, ეს ფაქტიურად სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყისია. ბრძანება გასცე, რომ ვიღაც ანტიფა, კი მაგრამ მე რომ წერდი და გავიძახოდი ანტიფა ტროცკისტული ორგანიზაცია თქვა, ის BLM-ი, ანუ ძვირფასია შავების ცხოვრება, ტროცკისტული ორგანიზაცია თქვა, ვითომ დასავლური ორიენტაციის ხალხი რა დღეში იყო ჩემ გვერდზე რაებს ლაპარაკობდნენ. დიახ, ტროცკიზმი ყლაპავს შეერთებულ შტატებს და ეს კონსერვატული ელიტა, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ტრამპი, ტრამპი არ არის მარტო, ტრამპის უკან არის ელიტა, ვინც მოიყვანა ის ხელისუფლებაში. ეს არ არის საქართველოს ბელაც გაეკიდოს ამერიკელები, ბელაც არ დაძდებენ ამერიკელები, ამერიკელები პოზიციებს დაძდებენ, პოზიციის გარეშე უზარმაზარი გარე დახმარების გარეშე ქვეყნის შიგნით ვამბობ იმ სერიოზული ინტერესთა ჯგუფებისა, ტრამპი რა თქმა უნდა ვერ მობრუნდებოდა, ის შეთანხმებით მობრუნდა, ვალდებულებით მობრუნდა, ორ ფრონტზე იბრძვის ფაქტიურად. თქვენ მეხუმრებით, ადგედა ჯარები შეიყვანო საკუთარ ქალაქებში, დაიმორჩილო ის ეროვნული გვარდია, შენს და ფაქტობრივად გასცე ანტიპას ხალხზე გასცა სროლის უფლება. მე სკოლაში ვიყავი, როდესაც იგივე სიტუაცია იყო ამერიკაში, ცოტა სხვა, იყო შავი მოძრაობა, ძალიან მაგარი, იყო შავი ავაზები, რომლებიც ავტომატებით ხელში ჯგუფები იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამას მე ავხწერ ჩემს ერთ-ერთ სტატიაში და რა გააკეთეს ამერიკის სპეცსამსახურებმა? მათ შავი ავაზების ყველა ლიდერი და ყველა აქტიური წევრი ჩახოცეს. ზუსტად იგივეს აკეთებს დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი და მან გასცა ფაქტიურად ჩახოცვის ბრძანება ამ ანტიფასი. ეხლა გეკითხებით, მე ამას სამოქალაქო დაპირისპირება არ ქვია, სამაგიეროდ რა არის? ნახეთ, დღეს ვენსი ამბობს, რომ შატდაუნი ფაქტიურად გარდაუვალია. შატდაუნი, ანუ დემოკრატები არ ამტკიცებენ იმ თანხების მობილიზაციის კანონს, რომლის ძალითაც მთავრობას ექნება საშუალება ფული მოისესხოს და მიმდინარე ხარჯები დააფინანსოს. არ აქვს ფული. თუ ფული არ არის, მთავრობა თუ ასე გაგრძელდა, მე ვფიქრობ, რომ ბოლო მომენტში მაინც მისცემენ, როგორც ყოველთვის, რაღაც შეთანხმება მოხდება სხვა მიმართულებებით, ხო? დაუშვათ და შატდაუნი გამოცხადა. მაშინ ამერიკის მთავრობა წყვეტს მოქმედებას, იმიტომ რომ მას არანაირი ფული არ გააჩნია სახელმწიფო მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ისეთ გიგანტურ სახელმწიფოში, როგორიც ამერიკა, რას ნიშნავს? რა დონის დაპირისპირება უნდა იყოს? რა უნდა მოხდეს? ვალიშჭერი უნდა გაიზარდოს. ვალიშჭერი რა? მირბის ცაში. მალე უკვე ბიუჯეტს იმხელა ზეწოლა ექნება ამ ვალების მომსახურებიდან მეტი რო არ შეიძლება. მაგრამ მაშინ გავცეთ კიდევ ერთ კითხვას პასუხი, რის ხარჯზე აპირებს შეერთებული შტატები ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სერიოზულ მოქმედებებს ყველა სატელიტის გამოყენებით ფულის პრობლემა თუ აქვს? დიახ აქვს, რეალურად აქვს. ნახეთ ამერიკის პრესა დღეს რა დღეშია ამ შატდაუნთან დაკავშირებით, მაგრამ ამერიკელებს აქვთ საბეჭდი ჩარხი.
და ისინი იმდენ დოლარს მოჭრიან, იმ რაოდენობით მოჭრიან, რომელიც მათ საშუალებას მისცემს რუსეთისა და ჩინეთის, ახლა უკვე ორივე მისთვის დიდი მტერია. რა თქმა უნდა, ამერიკელები ძალიან კმაყოფილი იქნებოდნენ, რომ მარტო ჩინეთი რომ დარჩენილიყო და რუსებთან საერთო ენა გამოენახათ. მაგრამ თუ რუსეთი არ არის ამერიკელებთან ერთად, ეს მხოლოდ ამერიკელების ბრალია, ეხლა უკვე ამას არაფერი არ ეშველება. ამიტომ დღეს უკვე ამერიკელები აღარ თვლიან ამ ვარიანტს, რომ რამ მოკლე ხანში ან საშუალო პერიოდში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა ისე დაალაგდება, რომ მათი რუსეთ-ჩინეთის კავშირი რაიმეთი შეირყევა, გამორიცხულია. ისინი ეხლა იძულებითი მოკავშირეები არიან, თუმცა მე ღრმათა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი და ჩინეთი გრძელვადიან პერსპექტივაში არ იქნება სტრატეგიული მოკავშირეები უბრალო რამის გამო. ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული კულტურაა, მოძლიერებული რუსეთის ინტერესები და უკვე საკმაოდ კარგად ყოფი ჩინეთის ინტერესები თანხმედრაში არ მოვა. დღეს ეს ყველაფერი თანხმედრაში მოქცეულია იმის გამო, რომ დიდი შეცდომები დაუშვა შეერთებულმა შტატებმა. ხას უსვამ კიდე ილუზიებს მესმის საქართველოში რაღაცეები, ხო? არანაირი შანსი შეერთებულ შტატებს რუსეთის და ჩინეთის დამარცხებისა არ გააჩნია. ხას უსვამ, არა მარტო შანსი არ გააჩნია, არამედ თუ კი ის ამას მოინდომებს, დამარცხდება თვითონ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ძალიან საეჭვო ხალხის ხელში ამერიკის ხელისუფლება, კელოგი სუფთად რომ იტყვიან არასერიოზული პიროვნება, სამხედრო კი არის, მაგრამ არასერიოზულია, ისე ლაპარაკობს ამ რაკეტების მიწოდებ, თუმცა იქვე დაზეს, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიიღო, თუ არ არის შენ ვინ გეკითხება უკრაინაში სპეცწარმომადგენელს, ვინ გეკითხება პროვოკაციული გაცხადებების გაკეთების და მიაწოდეთ, ხას უსვამ. მე ასევე ვთქვი, რომ F-16-ები ბლეფია, პეტრიოტები ბლეფია, ყველა დანარჩენი იარაღი ბლეფია, სხვა დროა დღეს, სხვა წარსულია იარაღში დარჩენილი, პეტრიოტები და ესენი ყველაფერი წარსულია და გამოჩნდა უკრაინაში რას არის. ტომაგავკების მიწოდება არაფერს არ შეცვლის, გარდა მსხვერპლს გაზდის რუსეთში. ტომაგავკი წარსულია, იმიტომ რომ დღესდღეობით შეერთებულმა შტატებმა მისმა გიგანტურმა სამხედრო უზარმაზარმა კონცერნებმა, რომლებიც სახელმწიფო დაკვეთაზე მუშაობენ, ჯერ დრონების გამოშვებაც ვერ ააწყვეს. რატო? იმიტომ რომ ეს ყველაფერი კერძო ფულით უნდა მოხდეს. კერძო ფული არ ჩაიდება საქმეში, სანამ გარანტია არ იქნება, რომ ამ ფულის დროში გარკვეული, რომ იტყვიან, მოგებით, უკუდაბრუნების საშუალება არ იქნება. ანუ საკმაოდ მაღალი ეგრეთ წოდებული IRR-ი არ იქნება. ფინანსური მენეჯმენტის კურსი ვისაც გაუვლა, ანუ შემოსავლიანობის შიდა ნორმა არ იქნება იმაზე მაღალი, ვიდრე შეიძლება ჩვეულებრივ სიტუაციაში, იმიტომ რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში თუ შენ იგივე შემოსავლიანების ნორმა შეგიძლია მიიღო ჩადებულ ინვესტიციებზე, საომარ საქმეში რატო უნდა ჩართო, თუ არა გაქვს იმის გარანტია, რომ ომები იქნება და შენ ძელვადიან პერსპექტივას. ცოტა სამხედრო სფეროში ჩადებულ ფულს ჭირდება, ისინი ასეც ითხოვენ 10 წლიანი ომები და 10 წლიანი შეკვეთები მათ პროდუქციაზე. 1 და 2 წლიანი პროდუქციის დაკვეთა ვერ ანაზღაურებს იმ დანახარჯებს, რომელიც გასაწევია ამ სიტუაციაში. ესე იგი, ამ ხრივ დასკვნა რო გავაკეთო, შეერთებული შტატები წინა ხაზზე სწევს
ნატოსა და ევროკავშირს აქ მე კიდე გეუბნებით უკვე აღარ სიამოვნებს ევროპული პრესის კითხვა, იმიტომ ყველგან ერთი და იგივეა. ომი და ზადება ომისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, მე გუშინ მოусვინე ევრონიუსზე ფინეთის წარმომადგენელს 72 საათის მარაგი ყველა ფინურ ოჯახში უნდა იყოს. ყველა ფინელი მზად უნდა იყოს დიდი ომისათვის და ეს რიტორიკა არის მთელ ევროპაში. თითქოს ვინმე ემუქრება, რომ დაეცემა მას. პირიქით, თვითონ არიან აგრესორები, ხას უსვამ, ახლა ბოდიში რომ ვინმე აქ შინმიმავალია და ჩემმა ნათქვამა ყური რომ იტყვია ნაუწვა, იმიტომ რომ რას ლაპარაკობს ეს კაცი, ეს ალბათ იქნება პორტ-არტურის შპიონი ან მოსკოვის შპიონი და მაგ შპიონობამ დაგუპათ თქვენ რას გავხართ შეხედეთ. ამიტომ რა რიცით? უნდა დავალაგოთ, მასხრობა კი არ არის. ჩვენ უბრალოდ ვერ გძნობთ, რამდენად ცუდ სიტუაციაში არის დღევანდელი საქართველო. არ ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთი ჯგუფი ადამიანებისა ემსახურება ხელისუფლებას, ერთი ჯგუფი ემსახურება ოპოზიციას, ამათ არც ერთზე და არც მეორეს ფაქტი, მოვლენა, კომენტარი არ ჭირდება. ამათ რეალობა არ ჭირდებათ, ამათ ჭირდება მოემსახურონ ოცნებას, მოემსახურონ ოპოზიციას. ჩვენ ერთი მხარეთ და მეორე მხარეთ დიდი ბოდიში და სულ ნათურებამდე გვაწუხებს. რბილად თქვი, კარგად თქვი. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანის მომავალი არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. ხას უსვა. მე მოხარული ვარ, რომ ნელ-ნელა ეს განწყობა მთელ საქართველოში იყიდებს ფეხს. მე არ შემიფასებია და ვიტყვი, რომ ფანტასტიკურად კარგი ღონისძიება გამოუვიდა ქართველთა დიდ გაერთიანებას 27 სექტემბერს რუსთაველის ძეგლთან. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ 1500 კაცის იქ თავისინებით მოსვლა და რანაირი ქართველები და გამომსვლელებს თუ დააკვირდით, რა დონის ხალხი იყო, თქვენ მალე ნახავთ ქართველთა დიდი გაერთიანების ღონისძიებებზე 10,000-ობით კაცს. ჩვენ ბევრი მხარდამჭერი ყავს, არის გარკვეული მიზეზები და მე ყველაფერი ძალიან კარგად მესმის. სიტუაციები უნდა მომწიფდეს და ჩვენ ვამწიფებთ ამ სიტუაციებს, ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის დაცვა. ჩვენ გვინდა არა რაღაც ვედაოთ ვიღაცას ხელისუფლებას და ხელისუფლებას ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ერთი რამ. ლეგიტიმური ხარ თუ არა ხარ ლეგიტიმური, შენ ხარ ახლა ფაქტიური ხელისუფალი. ამ წუთში ესა თავი. კეთილი იმება და შეასრულე შენი ფუნქცია. თუ გონიერი კაცი მეტყვის მე რომ ეს ხელისუფლება საქართველოს საქმეს აკეთებს და მე მას დაუჯდები სასაუბროდ და თუ დავინახავ რომ ის მართლა ასია და მე ჩემი შეცდომები მომსვლია, ასე რომ ვაფასებ, საჯაროდ თუ არ მოვიხადო ბოდიში, მეორე მოვლენა, რამდენად დიდია ცოდნის დაუფლების სურვილი და რეალური ცოდნის მიღების სურვილი, ეს გამოჩნდა. გუშინ მე დავიწყე ლექციების კურსი, ძალიან სერიოზულ, მე გითხარით თქვენ, ჩანაწერები იქნება, წაიღეთ და გინდ ჰარვარდის, გინდ იელის, გინდ მასაჩუსეტის შესაბამის ლექციებს შეადარეთ, ოდნავ მაინც თუ ბევრ რამეში უკეთესი არ იქნა. მე რაც წლებია ვადევნებ ყველგან და ყველაფერს თავს, მე არსად მინახავს, რომ ასეთ უსაშველოდ პროფესიულ მათემატიზირებულ ლექციას 10,000-ზე მეტი მნახველი ყავდეს. ეს არის ფანტასტიკურად წარმოუდგენელი რამე, უღრმესი მადლობა თქვენ. მე გუშინდელ ყველა ხარვეს ტექნიკურს გავასწორებ და თქვენ 4 შაბათს უკვე
სხვა ხარისხის გადაცემას ნახავთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ ფანტასტიკურ ლექციებს წავიკითხავთ, რომელთაც თქვენი შეიარაღება ცოდნის თვალსაზრისით ეკონომიკის შესახებ ნახტომისებურად გაიზრდება, შემდეგ მე მეორე სალექციო კურსს ასევე 15 ლექციას წავიკითხებ, შემდეგ მესამეს, მეოთხეს და ასე შემდეგ. ეს არის მიზანი, რაკი ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ეს ჭაობი სხვანაირად უნდა გავანგრიოთ. ჩვენ მოტყუებულ ახალგაზრდებს, რომელსაც იმ კუდრაჭა უნივერსიტეტებში ვითომ ეკონომიკას ასწავლიან, ხას უსვამ, ძალიან აგრესიულად ვამბობ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აი ეს არის ეკონომიკა. შენ ფული მიგაქვს სადღაც, შეადარე რაც გასწავლიან. ეს ლექციები ის ლექციებია, რომელიც მსოფლიოში ყველა პრესტიჟულ უნივერსიტეტში იკითხება, იმიტომ რომ სხვანაირად ეკონომიკა დღეს წარმოუდგენელია. ჩვენ გვინდა ამ გზით მთელი ქვეყნის, მთელი გულიანი ამბიციური ახალგაზრდების მობილიზაციით ამ ლექციებზე ვაჩვენოთ ამ უდამპლეს საგანმანათლებლო სისტემის მესვეურებს, რომ ისინი ჭაობში ზიან. ამიტომ მე შემთხვევით არ დავიშურებ ძალღონეს, მე ამდენი წლის შრომის შედეგი მაქვს, არსად არ წავიღებ, საფლავში ამას არ წავიღებ, ყველაფერს დავტოვებ, რა წიგნების სახით, ლექციების სახით, სხვა საუბრების სახით, უკვე საკმაოდ კარგად არის დაგროვებული, მაგრამ ახლა იწყება ის, რომლის მე წიგნად გადაქცევას ვერ ვასწრებ უბრალოდ, ამიტომ მირჩევნია ლექციების სახით. წიგნები იქნება თავისთავად, მაგრამ ლექციები უფრო სწრაფად კეთდება, იმიტომ რომ ეს წლების განმავლობაში დაგროვებულია. ჩვენ გავარღვევთ ამ ჭაობს, სადაც ქართველთა დიდი გაერთიანება იქნება, იქ იქნება განათლება, იქ იქნება მეცნიერება, იქ იქნება განსაკუთრებული დამოკიდებულება ახალგაზრდებისადმი, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახალგაზრდებისთვის კეთდება, რომ ეს ქვეყანა მათ ამ ჭაობიდან ამოიყვანონ ჩვენი გარკვეული საქმიანობის შემდეგ და არ ჩარჩნენ ამ ჭაობში. ის ახალგაზრდები, რომლებიც ხვალ მამულ თუ ზეგ მამულიშვილებად მიაჩნიათ თავი და იმ სასაცილო ოპოზიციის მიტინგზე მიდიან და ევროპისკენ მიდიან, ხო? იმ ხალხის მოვლილი საქართველო არ ივარგებს. იმ ხალხიდან ბევრი დაუბრუნდება საღაც, მაგრამ ეს ჭაობი უნდა გაინგრეს. ამ ლექციების კურსს უზარმაზარი ამბიციური მიზნები აქვს. ამბიციურია კაი გაგებით გაიგეთ. დიახ, მე მინდა ეს ჭაობი ტორტმანო ჭაობია, ეს არ არის განათლება, ეს არის კატასტროფა, ჩვენი ახალგაზრდების განადგურება. მე მინდა ვაჩვენო მსოფლიო სტანდარტები როგორია და უზარმაზარი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პროფესიულად ეკონომიკასთან არ აქვს საქმე, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს ეკონომიკასთან საქმე, იმიტომ რომ საღი ადამიანი ყოველდღე იღებს გადაწყვეტილებებს და ჩვენ ნახავთ როგორ საკითხებს განვიხილავთ. ამიტომ არაფერი შემთხვევით არ კეთდება, რას ველი მე ამ საქმიანობიდან ჩემთვის პირადად მე არაფერს არ ველი. მე არაფერს არ გთხოვ, მე უბრალოდ უფლის წყალობით კიდე კარგად ვიქნები კარგა ხანს, ამიტომ მე მხოლოდ ის მინდა ვაკეთო, რასაც ვაკეთებ. უამრავი დრო სჭირდება იმას, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მე არ შემიძლია წიგნი ვწერო, როცა ვხედავ, რომ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია, მე ძალიან ბევრ დროს ხარჯავ, ახლა რომ დალაგებული ხელისუფლება იყოს, ცოტათი მაინც რომ ქვეყნის საქმეს აკეთებდეს, ცოტა არ გამოსდიოდეს, ცოტა გამოსდიოდეს, ხო? მე ნამდვილად საჯარო პირი არ ვიქნები, დღე და ღამე სამუშაო, მაგრამ არა. დღეს არის განსაკუთრებული ეტაპი. ხას უსვამ. მე ისტორია შეიძლება იმაზე კარგად ვიცი ამდენი წლების სურვილის გამო რომ ცოდნო და ვიდრე ეს ოფიციალურ მეზღაპრეობაში, რასაც საქართველოს ისტორია ქვია, აისახება, უამრავ ადამიანთან მისაუბრია, არაერთი ადამიანი მოსულა
რომლებმაც აქვთ წდომა დოკუმენტებზე, ახლაც ვიცი ძალიან სერიოზული დოკუმენტები, რომელიც არ არის გასაჯაროებული შეგნებულად და ასე შემდეგ. ჩვენ ჭირდება შეცვლა ამ ტრაექტორიისა, იმიტომ რომ ეს ტრაექტორია მიდის ქართველთა დასასრულისკენ ამ ქვეყანაში. ამიტომ ყველა დონეზე ეს არის გამიზნული საქმიანობა. მადლობა ყველას, რომ ხართ თქვენი ქვეყნის გვერდით. აბა მე ადამიანურად ჩემს გვერდით ვინც არის, მეც მათ გვერდითა ვარ, არაფრით განსხვავდები სხვებისგან, არ მინდა ვიყო განსხვავებული, ჩემი საქმიანობითა ვარ განსხვავებული, მე ამას ეს ჩემი შრომაა და მე ამას გავაკეთებ პირნათად. არაფერს არ ველი, არაფერზე არ შეგაწუხებთ. გარდა ერთი რამისა, ამ ქვეყანას, ამ საოცარ ქვეყანას დაუდექით გვერდით. არის საკმარისად ფანტასტიკური ახალგაზრდობა მოდის. მაგარი ახალგაზრდები, საოცრად გულიანი ახალგაზრდები. თავისი ქვეყნის მოყვარული აი ეს არის საქართველოს მომავალი და მე მიხარია რომ მათ ვიცნობ, ისინი მოდიან, ჩვენ კარი ღია გვაქვს ყველასთვის და ვფიქრობ, რომ ამ რთულ ეტაპს როგორ გადავიტან, ჯერჯერობით მე სრული პასუხი არ მაქვს. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ევროკავშირი, ნატო, რუსეთის დაპირისპირება, ეს არ არის მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ ეს არის ძალზე დიდი რეგიონალური ომი. და შენ ხარ მოსაზრე ქვეყანა იმ ქვეყნისა, რომელსაც უპირისპირდება დასავლეთი. აი, როგორ გამოვა, რა გზას დაადგება ხელისუფლება, არ ვიცი. რაზე წავა ოპოზიცია, არ ვიცი. ხასუზა, მე ვთქვი ერთხელ და ვიმეორებ. ამ მთავრობას, არასერიოზულ მთავრობას, ერთხელ წინა მოვლენები რომ იყო, აი, პირველად რომ შემოიტანეს, რომელი წელი იყო 2013, ხო მგონი, ის ეგრეთ წოდებული რუსული კანონი და გამოსვლები რო იყო. მე მაშინ ღია წერილი მივწერე, მაშინ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იყო და აუწერე. მე ვიცი, რა ხდება საქართველოს უნივერსიტეტში. ქალბატონი შუქურას დედის უნივერსიტეტში. ინსტრუქტაჟი, მოლოტოვის კოქტეილები გადის 2 წელი და თავობა თვითონ ამბობს, რომ ეს არის ბუდე, ახალი ამბავი. ახლა გაიგეთ? ეხლა კიდე გეუბნებით, ჩემგან გაიგეთ, ხო ვახსენე ერთხელ, თქვენ არ იცით, რომ მთელ ევროპაში მეომრების მობილიზაცია მიდის ქართველებისა, სადაც კი არიან და ფარულად საქართველოში შემოყავთ ის. რატო? იმიტომ რომ მოხდეს ის, რაც შედეგს არ მოიტანს, მაგრამ ძალიან დაძაბავს საქართველოში სიტუაციას, უსაშველოდ დაძაბავს. ეხლა მე ვერ გავიგე, კაცი ვზივარ აქ, ჩემს ზღაპრული პირობები მაქვს, მუშაობ აქ. მე თუ ვიგებ ყველაფერ ამას და ღიად დაუფარავად ლაპარაკობ, თქვენ არაფერი არ გესმით? რატო კაცო, ფულის კეთებამ გონების დახშობა იცის, ხო? მესმის ფული ოხერი რამეა, კაცო. ფული იმდენად ოხერი რამეა, დაგამუნჯებს, დაგაბრმავებს და გაგაღორებს. დიახ, აი გაგაღორებს. გეუბნებით. არი ფიქრობთ, რომ თქვენი შეცდომები მართალია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს საქართველოს, მაგრამ არი ფიქრობთ, რომ აბი თქვენი დაასრულებთ საქართველოს. ხას უსვამთ, თქვენ ვერ დაასრულებთ საქართველოს, ვერც ოპოზიცია ვერ დაასრულებს ამ საქართველოს, მაგრამ რა კი ხართ გააკეთეთ, კაცო.
საქმე გააკეთეთ. თქვენ რასაც აკეთებთ, თქვენ ტელევიზიაში რომ ყველაფერი აყვავებულია, ყველაფერი თქვენ თუ აი საქმის კეთების ნიმუში გონიათ ძალიან ცდებით. თბილისი ის აღარ არის რაც იყო. საქართველო ის არ არის რაც იყო. ქართველები აღარ რჩებიან, მალე აღარ იქნებიან საქართველოში საკმარისი რაოდენობით. თუ ამას თქვენ სახელმწიფო მოღვაწეობას უწოდებთ, ხას უსვა. ბევრი რო არ გავაგზავნო. თქვენ გაქვთ პრობლემა. თქვენ გაქვთ ქვეყნის შიგნით პრობლემა. ხას უსვა. 4 ოქტომბერი რომ გადაგორდება, ის კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის, არ თავდება. და თქვენ არანაირი პოლიტიკური რესურსი არ გაგაჩნიათ, რომ მოაგვაროთ ეს კრიზისი. ჩვენ შემოგთავაზეთ ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. სხვანაირი გამოსავალი არ იქნება. ჩვენ შემოგთავაზეთ კანონიერების აღდგენა, რაც 92 წელს იარაღით იქნა დამხობილი, ჩვენ წარსულისგან უნდა გამთავისუფლდეთ. ჩვენ შემოგთავაზეთ დროებითი მთავრობის სახით გააგრძელეთ საქმიანობა, შემუშავდება კანონიერი უზენაესი საბჭო შეიმუშავებს არჩევნების კანონს, თქვენთან ერთად გამოაცხადებს ამ არჩევნების დღეს ახლად არჩეული პარლამენტი, რომლის ლეგიტიმურობაში და კანონიერებში ვერავინ ვერ შეიტანს ეს ხაზს უსვა, მხოლოდ ესაა გზა, სხვანაირად არ ჩაიხსნება ეს ჭაობი. ახალი მთავრობა ჩამოიღებს მტრიან საქმეებს, რაც სახელმწიფო გადატრიალებას ეხება, თუ ვინმეა დასაჯდელი სასამართლო წესიერი პროცესის მეშვეობით დაიჯდება, ვინც ვერ იჯდება და არ არის ამის საკმარისი მტკიცებები, ყველაფერი ამინისტირებული უნდა იქნეს, ჩვენ წარსულისგან უნდა განთავისუფლდეთ. ჩვენ რომ დღეს ამ ჭაობში ვართ, ის წარსულში დაშვებული სახელმწიფო დანაშაულის შედეგია. ხაზს უსვამ. თქვენ ვინც მონაწილეობდით იმაში, ზვიად გამსახურდია კი არ ჩამოაგდეთ. და ზვიად გამსახურდიას კი არ ავნეთ. ფეხა უმდგარი, უსუსტეთ ფეხებზე შემდგარი ახალი სახელმწიფო ხერხემალში გადატეხე. სხვანაირი გამოსავალი არ იქნება. ხაზს უსვამ. კიდევ ერთხელ მე გთხოვთ ამას. იმიტომ რომ მე იმ უფროსი თაობის ადამიანი ვარ, რომელმაც გაიარა ეს ყველაფერი. ყველაფერი რომ არაზედაპირულად ვიცი. ხომ გიჭერთ ხალხი ხარს? რა გიშლით ხელ თქვენ, რომ კანონიერმა ხელისუფლებამ გამოაცხადოს არჩევნები, ეს იქნება პოლიტიკურ სამართლებრივი და სიმბოლური აქტი. ეს რა მნიშვნელოვანია პოლიტიკაში? მიიღეთ კაცო არჩევნებში მონაწილეობა, შეთანხმებულ არჩევნებში თუ გაიმარჯვებთ, ხმასაც ვერავინ ვერ ამოიღებს. ჩვენ ეს იმიტომ კეთება წარსულისგან გამთავისუფლებით. ჩვენ სხვა გზით ვერ გამთავისუფლდებით წარსულისგან. ხაზს უსვამ. ყველანაირი ჯოჯოხეთი მაქვს ნანახი პოლიტიკაში. სულ ბნელ კუნჭულებში. წამოვედი, იმიტომ რომ იქ ღირსეული კაცის ადგილი არ არის, იქ არაფერი არ გაკეთდებოდა. 10 კაცი ვერ ვნახე 235 პარლამენტარში, რომ საქართველოსთვის თავგადადებული ემოძრავა და წამოვედი, მის მერე მარტო ვარ და მერე მოვიდა, მომწიფდა დრო და დღეს ქართველთა დიდ გაერთიანება დავიწყეთ 4 კაცმა, ფანტასტიკურად მიხარი ამ ხალხის გვერდით ყოფნა და დღეს უკვე 1000-ობით ადამიანია შემოერთებული და მე მათ გვერდითა ვარ, მათთან ერთად ვარ და ამ საქმისთვის ვიქნები ბოლომდე. ხაზს უსვამ. მოერევი ამ ოპოზიციას და სპარინგ პარტნიორად აგაკ დატოვებული, ხო ფულს არ აკლებ, არაფერს არ აკლებ, ფულის კეთების
ბიზნესია. დღეს ოპოზიციონერობა არის ფულის კეთების ბიზნესი. ფული ბევრი გაქვთ, უსაშველოდ, მაგრამ ქვეყანას რა, სახელმწიფოს რა, ხართ იზოლაციაში. ხას უსვამ, საქართველო არის იზოლაციაში. თუ რაიმე გაიხსნა, ვალდებულების ქვეშ გაიხსნება. თქვენ ნუ ფიქრობთ, რომ სადღაც ჩახვალთ ამერიკაში, ევროპაში, ხას უსვამ. ამერიკელების უპირველესი მიზანი არის ჩინეთისა და რუსეთის განეიტრალება. თუ შენ გინდა ევროკავშირი და გინდა ამერიკა, შენ მზად უნდა იყო ამ დაპირისპირებისთვის. რამდენად ეს ქვეყნისთვის კარგია, რამდენად ეს შენ შეგიძლია, ან სხვას შეუძლია, რას მოიტანს ეს? ერთი ტრაექტორია ასეთია, დათვლა უნდა ყველაფერს და დათვლილია, მეორე ტრაექტორია ასეთია, ყველაფერს თავისი რისკები აქვს, არ არსებობს პოლიტიკაში მოქმედება, რომელსაც შესაბამისი რისკი არ ქონდეს. რისკი დათვლადია. რისკი ეს ის კი არა, ზერელე ვიღაც ექსპერტი რო იტყვის რაღაცა ესე, რისკი დათვლადია. რისკი ციფრებში, რიცხვებში უნდა გქონდეს დათვლილი ამ სცენარის. რისკი არის ამდენი. ამ სცენარის არის ამდენი. ეს პროფესიული საქმეა. ეს არ არის ის რაღაც სასაცილო პოლიტიკურ თოქ-შოუებში რომ ჯდება ხელისუფლების ხალხი და ლაპარაკობს ერთი და იგივე. არა, ეხლა არის პროფესიონალების დრო. ეხლა არის გადაწყვეტილებების მიღების დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვევლობაში მყოფ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან გააკეთებინებენ იმას, რაც დამკვეთს სჭირდება და არა ის, რაც საქართველოს სჭირდება. ჩვენ გვინდა ამერიკასთან საოცრად კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვინდა ევროპასთან კარგი ურთიერთობა. ჩვენ გვინდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ჩვენ გვინდა დალაგება სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, თურქებთან, ირანთან. ჩვენ ვირეშმაკული პოლიტიკის გამტარებლები ვარ. სად გვინდა? ბრიუსელში გვინდა. ვინ ჩემი ფეხებია ბრიუსელი? გეკითხებით, ან თლად ჟარგონზე ვიტყვი, იმიტომ რომ ცნობილი სიტყვა, ან თლად პოლიტიკური ტუპოი ხალხი ხართ, ან ბრიუსელი ვინოხერია, თავზე ენგრევა ევროპა. დააკვირდით ევროპულ პრესაში რა იწერება ევროპაზე. აბა თქვენ რა გინდათ, ვერ გავიგეთ. შენი ქვეყანა გქონდეს, ეს ფანტასტიკური სახელმწიფო გქონდეს, საოცარი ენა გქონდეს, საოცარი კულტურა გქონდეს, ზნეკეთილი ხალხი ყავდეს, რომელიც მოგჩერებია, იქნებ გააკეთო რაიმე და ატყუებ უნამოსოდ. სად გაიზარდეთ, ბიჭო, რაჯიშის კაცები ხართ, თუ ხართ. ბაბუჩემი ძალიან მაგარი კაცი, მელიტონი, მამაჩემის მამა, პირველი მსოფლიო ომის მეომარი. ბავშვი რო ვიყავი, რომში ამჩნევდა ვიღაც ისეთი მოდიოდა ხშირად ჩვენთან, ან მე გადავდიოდი, ძალიან მორიდებით მითხრა, ბაბუა, მაგენი უჯიშო ხალხია, ცოტა შორს დაიჭირე თავი. ვებია ჩემი რომ შენიშნავდა, ხო იცით, ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე დარბი ხარ იქ ვიღაცა მოგწონს, ვებია მეტყოდა. მაგენი უჯილაგო ხალხია, არ გამოგადგება. ანუ რა არის ქართულ ცნობიერებაში და კულტურაში? ჯიში გადადის კაცზე, ჯილაგი გადადის ქალზე. ხო და უჯიშოები და უჯილაგოები ყველა ერთად როგორ მოიყარეთ ამ ოპოზიციაში და ხელისუფლებაში. ჯიგარი არა გაქვთ, ძარღვი არა გაქვთ, დედის, ბებიის, მამის, ბაბუის მადლი არ გცხიათ. აბა რა გინდა, ფული? ასე იგი, ასე ყლაპოთ არა, ხო ყლაპეთ, ბიჭო, არაფერი არ გქონდათ და გადასკდომაზე ხართ. ამდენი წელია ვიძახი, რად მიყურებდა თქვენი მომხრეები, ქუჩაშიც რო გავდიოდი, სულ არ მან ახლებს მათი გამოხედვა, რომ მე, ესე იგი, როგორ
ბიჭო, ხო აყვირდით, ეხლა რომ კორუფციაში ირჩება ყველაფერიო. კი, მაგრამ ამას წლებია, ხო უყვირივარ, კაც. რატო? იმიტომ უყვირივარ, რომ მეც მაგ მძღნერში ჩამსვად და რაიმე მომცეთ. მაგას ვერასდროს ვერ ეღირსებით და ძალიან კარგად იცით, რომ ვერასდროს ვერ ეღირსებით. ეხლა რა გინდათ ბოლოს და ბოლოს. საშიში მდგომარეობა. საშიშია ყველა პარამეტრით. ქვეყნის შიგნით მდგომარეობა ქართველებისგან იცლება ქვეყანა, მალე უმცირესობა ვიქნeb. ქვეყნის გარეთ დიდ ომზეა საუბარი. სად მიდიხართ? ომში მიდიხართ? რა დაგჩენიათ? აი მითხარით ეხლა ვის ეომებით? ომის მიზანი რა არის თქვენი? ახსნა გააქვთ? აბა რა გინდათ? გინდათ ეს ქვეყანა შევწიროთ? ჯერ არ არის ქართველი ისე მკვდარი, რომ ეს ქვეყანა შეგაწირინონ, ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. თორედ ამას თქვენ თვითონ დაინახავთ. ამიტომ მოდუნება არ შეიძლება ამას საქართველოს ეუბნები. რისკები არის ძალიან მაღალი. შიგი ქართულების რისკიც არის, თუმცა უშედეგო იქნება, გარე კი აი ღია კიდე გეუბნებით, მე ასეთი კოლექტიური საომარი რიტორიკა ევროპაში არასდროს არ გამიგონია, თუმცა წაკითხული მაგ პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით ზუსტად ასე იყო. მთელი მაშინ კლასიკური ევროპული კულტურას უმაღლესი რანგის ინტელექტუალების 90% ომს ითხოვდა. მათ მიაჩნდათ, რომ ომი იმ უსამართლობებს გაასწორებს, რაც მაშინ იყო და პირველმა მსოფლიო ომმა კლასიკური ევროპა გაანადგურა. ოსვალდ სპრენგლერმა წინვალედ დაინახა ეს ჩანასახშივე, რომ ევროპის დაისიო დაარქვა ამას ყველაფერს. განწყობებს მე ის ეპოქა ძალიან კარგად ვიცი, ბევრი რამე წავიკითხე. იმ ეპოქას დღევანდელ ევროპას რო ვადარებ, მართალია ის ინტელექტუალები, უმაღლესი რანგის ინტელექტუალები იყვნენ, ეხლა საღი ინტელექტუალები ნამდვილად ეწინააღმდეგებიან ევროპაში, აი რეთუბნებად ფრანგი ძალიან მაგარი ტოდი და სხვები. მაგრამ ევროპული სახელმწიფოების სათავეში მოყვანილია აბსოლუტურად მარიონეტული ფსიქოლოგიის, რევანშისტული, ყველა ფაშისტური ოჯახიდან წამოსული ნაგავია, ხასუსვამ დაიმახსოვრეთ კარგად, ნაგავია ეს ფონ ლაიენები, ეს რაგვარია მერცები და ყველა ერთი სად მიდიხართ? აი სად მიდიხართ? რისთვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის? აგერ ააშენე ევროპა. შენ ქვეყანაში თუ არ ააშენებ იმას, რაც შენ გინდა, იქ როგორ შეხვალ შენ? და იქ რო შეხვალ რა, კარგი იქნება? რატო? თავს იშტერებ? თუ იდეოლოგიამ ისე დაგამახინჯათ, რომ ელემენტარული აზროვნების უნარი არ გაგაჩნიათ. ამიტომ საშიშია ყველაფერი. ძალიან საშიშია. მე არც კი მინდა გავიფიქრო ის, რომ საქართველოს რაღაც ფორმით იქნება ჩათრეული ამ საშინელებაში. მაშინ ამას მოყვება იმ ახალგაზრდების დიდი მსხვერპლი და ეს ტრაგედია, იმიტომ რომ მე იმ მომიტინგე ახალგაზრდებში საქართველოს მომავალ მესეურებს ვხედავ, მაგრამ სიტუაცია უნდა გაიწმინდოს. სიტუაცია უნდა გაიწმინდოს და ეს ჭაობი უნდა გაინგრას. ჩემი ყველა საქმიანობა მხოლოდ ერთი მიმართულებით არის, რომ როგორმე ჩვენ გავიდეთ განვითარების ტრაექტორიაზე, არ დავღუპოთ საკუთარი თავი ამ უსაშველოდ ძიმე მდგომარეობაში. სიტუაცია არის უსაშველოდ ძიმე და
მე ვერ ვიხსენებ საქართველოს ისტორიაში უფრო საშიშ მომენტს, ვიდრე დღეს არის. ორი რამ. უდიდესი ომის წინ გლობალური დაპირისპირება. ქართველების კატასტროფული კლება საქართველოში, ბრძოლის უნარიანობის დაკარგვა და დამპალი იდეოლოგიის საკმარისად დიდი გავლენა. ამ სიტუაციაში სჭირდება სიფხიზლე, ამას სჭირდება ბრძოლა, ამას სჭირდება მუშაობა და ჩვენ დაუღალავად დღედაღამ უნდა ვიმუშაოთ. ეხლა დაგემშვიდობებით, შაბათ ჩვენ შევხვდებით ისევ, აი ზუსტად საღამო ხანს უკვე ბევრი რამ გარკვეული იქნება და ჩვენ მოვახდენთ ანალიზს როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებისა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ ჩვენს წმინდა საქმეში.